მოგესალმებით, დავიწყოთ ბიზნეს ინსაიდერი ეკონომიკისა და ბიზნესის მთავარი სიახლეებით და ვხედავთ საინტერესო კვირას აქტივობის ნაწილში. ბევრი სიახლე გველოდება ამ ჭრილში და რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის კვირის მთავარ თემებს ჩვენ დეტალურად გავაშუქებთ. ძირითადი საკითხი, რაზეც დღეს გვინდა ვისაუბროთ, ცხადია შეეხება ბიზნეს სექტორს, საინვესტიციო გარემოს ქვეყანაში. ამ კუთხით ვისაუბრებთ ჩვენ უფრო მეც, როგორც ანალიტიკურ ჭრილში, ისე რა თქმა უნდა სტუმართან ამ თვალსაზრისით მთლიანობაში ჩვენ მიმოვიხილავთ ბიზნეს გარემოს ქვეყანაში არსებულ ბიზნეს გარემოს რამოდენიმე საინტერესო მიმართულებით, თუმცა ვიდრე კონკრეტულად მიმოხილვას გავაკეთებდეთ დაკავშირებულ ინვესტიციებთან და ბიზნეს სექტორთან, აუცილებელია აღინიშნოს რამოდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი, რასაც ჩვენ მანამდე ჩვენს წინა გადაცემებში ყოველთვის აქტიურად ვსვავდით ხაზს, რომ ქვეყანაში გამოკვეთილია განსაკუთრებით რამოდენიმე სექტორი, სადაც ზრდის მოლოდინი არის კიდევ უფრო მეტად მაღალი. ჩვენს წინა გადაცემებში აქტიურად მოვიხილეთ ევროპის რეკონსტრუქცია განვითარების ბანკის შეფასება საქართველოსთან დაკავშირებით. ევროპის რეკონსტრუქცია განვითარების ბანკის, რომელმაც ერთის მხრივ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა 6%-მდე, ანუ გაზარდა და გააუმჯობესა 6%-მდე და მეორე მხრივ მიმოიხილა ის სექტორები, რომელი სექტორებიც ამ შემთხვევაში გამოკვეთილად მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის და ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორი იყო მაგალითად სამშენებლო დეველოპერული სექტორი და ჩვენ ვხედავთ ამ სექტორის განვითარების მაჩვენებლებს, ვხედავთ ახალ პროექტებს, ახალ ინვესტიციებს და დაანონსებულ ინვესტიციებს ამ კუთხით, მათ შორის კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს ის უდიდესი ინვესტიციის, უდიდესი სიახლის მოლოდინი ჯამში, რომელიც უკავშირდება Trump Towers, რა თქმა უნდა, თბილისში ჩვენს დედაქალაქში ამ კუთხით ჩვენ ნახეთ ასევე შესანიშნავი რენდერები რამოდენიმე მნიშვნელოვან ობიექტს ამ კუთხით, ყაზბეგის გამზირზე იქნება ეს რედისონის ნაწილი, რა თქმა უნდა, იქნება ეს პლანტ ჰოლივუდი თუ ასე შემდეგ, მოკლედ სივრცე და სახელები შთამბეჭდავია. რა თქმა უნდა, Eagle Hills-ის პროექტი უდიდესი ინვესტიცია, რომელიც საქართველოში 6 მილიარდიანი ინვესტიცია, რომელიც საქართველოში ხორციელდება და საკმაოდ აქტიურ ფაზაში ვართ ამ კუთხით თბილისსა და გონიოში და მართლაც თამბეჭდავი მისი ციფრობრივი მაჩვენებლით. რა თქმა უნდა, ბათუმის კუნძული, როცა ჩვენ ვსაუბრობთ უპრეცედენტო, უდიდეს პროექტზე, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში გამორჩეულ პროექტზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას მისცემს სრულიად სხვა მიმზიდველობას, ჩვენს ქვეყანას მისცემს სრულიად სხვა იმიჯს, გაუკეთებს სრულიად სხვა იმიჯს, შეუქმნის სრულიად სხვა იმიჯს, არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, ვიტყვი ასე რომ მთლიანად ევროპაში. ეს არის ძალიან თამამი ნაბიჯი, როცა ჩვენ ბათუმის კუნძულზე ვსაუბრობთ, ეს არის ძალიან თამამი სწორი ნაბიჯი და უკვე ვხედავთ ამ კუთხით ჩართული კომპანიების მაჩვენებლებსაც. მართლაც სამშენებლო დეველოპერულ ბიზნესის საუბრის დროს რა თქმა უნდა გამორჩეულია და გრძელია კომპანიების სია, რომლებიც ამ კუთხით აქტიურად თანამშრომლობენ და ჩვენს რა თქმა უნდა გვაქვს საშუალება ჩვენი პლატფორმით, ეკონომიკური ფორუმის პლატფორმით, რომელსაც თქვენ მუდმივად ხედავთ, ამ კუთხით ასევე ძალიან ვრცლად და დეტალურად ვისაუბროთ ამ საკითხებზე. თუმცა ბევრი მიმართულებით მართლაც საქართველოს აქვს უნიკალური შესაძლებლობა განვითარების ჭრილში და კვლავ ჩვენ შევხედავთ ზოგადად მიმოხილვით ნაწილში, მათ შორის აღნიშნულია IT სექტორი, რომლის შესახებაც ასევე არაერთხელ და ძალიან ვრცლად გვისაუბრია, თუ რა შესაძლებლობები მისცა IT სექტორმა ამ ქვეყანას. ერთის მხრივ ამ ქვეყანამ მისცა პირველ რიგში IT სექტორში დასაქმებულებს და მოქმედ კომპანიებს, რომ თავი ეგზნოთ საუკეთესოდ, ანუ შექმნილი იყო საუკეთესო ბიზნეს გარემო ქვეყანაში IT სერვისების წარმოების კუთხით და მეორე მხრივ დიახ, სწორედ IT სექტორმა მისცა უდიდესი შემოსავლების შესაძლებლობა ამ ქვეყანას. ეს ყველაფერი ბუნებრივია, გაგრძობადია და ვხედავთ ამ კუთხითაც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ამ ნაწილზე, ვხედავთ ამ კუთხითაც კიდევ უფრო მეტ პოზიტიურ შედეგებს. და ცხადია, ასევე ჩვენს წინა მიმოხილვებში გქონდა კონკრეტული შედეგები ბიზნესის ბრუნვის და პროდუქციის გამოშვების მაჩვენებლებთან დაკავშირებით. ქვეყანაში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი როგორც ბიზნესის ბრუნვა, ისე პროდუქციის გამოშვება და ამ კუთხით ჩვენ გქონდა ძალიან ვრცელი მიმოხილვა, ისევე როგორც ამ სექტორში დასაქმების ნაწილი. თუმცა ერთ-ერთი ბოლო კვლევა, ერთ-ერთი ბოლო ანალიზი, რომელიც ჩვენ ნახეთ, უბრალოდ ციფრობრივი მაჩვენებლები, რომელიც ჩვენ ნახეთ, შეეხებოდა ქვეყანაში პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს. პირდაპირ უცხოური ინვესტიციების
ნაწილში არსებულ ვითარებას, ვინაიდან ძალიან ბევრ შემთხვევაში, მათ შორის სპეკულატიურად ითქვა, რომ ამ ქვეყანაში პირდაპირ უცხოური ინვესტიციები ასე არ ხორციელდება, არის მხოლოდ დაპირებები და ასე შემდეგ. თუმცა რეალობა აღმოჩნდა სრულიად სხვა. გამოქვეყნდა პირდაპირ უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი, გამოქვეყნდა ამ შემთხვევაში წინასწარი შეფასებები, მაგრამ შესადარი საშუალება იყო გასული წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და მივიღეთ სრულიად სხვა რეალობა. პირველი გრაფიკა თუ შეიძლება როცა ჩვენ შეგვიძლია ჯამურ მაჩვენებელს შევხედოთ, საქართველოში განხორციელებული პირდაპირ უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2021 წლის პირველ კვარტალში შეადგინა 271 მილიონ დოლარზე მეტი და ზრდა იყო თითქმის 48%. 47.7% გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ჩვენ ვსაუბრობთ 2025 წლის პირველ კვარტალთან შედარებით. ეს დინამიკა თითქმის 48%-იანი ზრდა. კიდევ ერთხელ აჩვენებთ და ეს ციფრობრივი მაჩვენებელი 271 მილიონ დოლარი კიდევ ერთხელ აჩვენებს თუ რამდენად მაღალია ამ ქვეყნისადმი დაინტერესება. თან არ უნდა დაგვაუწყოს, რომ ეს ყველაფერი ხდება პირველ კვარტალში. პირველ კვარტალში, როდესაც ქვეყანაში არის სტაბილური, თუმცა ქვეყნის გარშემო არის ძალიან არასტაბილური. ქვეყნის გარშემო არსებული არასტაბილური გარემოს ჩვენ რა თქმა უნდა გულისხმობთ ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას, რა თქმა უნდა უკრაინაში არსებულ ვითარებას და ამ ფონზე დიახ საქართველოს რჩება იმ სივრცეთ, სადაც ინვესტორები ახორციელებენ ინვესტიციებს, ბიზნესი აფართოებს საკუთარ საქმიანობას, ბიზნესი ზრდის საკუთარ საქმიანობას და ეს აისახება კონკრეტულ მაჩვენებლებს. კონკრეტულ მაჩვენებლებში ასახვასთან დაკავშირებით ჩვენ რა თქმა უნდა ბევრი მიმართულებით ვსაუბრობთ რაში ითარგმნება ეს ყველაფერი. როცა ვლაპარაკობთ ბიზნესის ბრუნვისა, ჩვენ წინა გადაცემებში როდესაც გქონდა ეს ანალიზი, ბიზნესის ბრუნვის პროდუქციის გამოშვების მოცულობასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა ბიზნეს ბრუნვა პროდუქციის გამოშვება მათ შორის დაკავშირებულია ინვესტიციებთან, მათ შორის დაკავშირებულია რეინვესტირებასთან და ხშირად როცა რეინვესტირებას აღვნიშნოთ ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნაწილია ის რომ ბიზნესს სურს რეინვესტირება, ანუ ეს წელს მის მიერ მიღებულ მოგებას არა უბრალოდ პირობითად მიაქვს სახლში, არამედ აქ არის საუბარი სწორედ იმასთან დაკავშირებით, ის აბრუნებს ამ მოგებას ბიზნესში, საბამისად ამ კუთხით მართლაც ფანტასტიკური საგადასახადო გარემოა საქართველოში, ვინაიდან ამ შემთხვევაში ინვესტირებულ ქონებაზე საგადასახადო შეღავათები მართლაც განუზომესადლებლობას ადლევს ბიზნესს და საბამისად რეინვესტირების მაჩვენებელს ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება და კიდევ ერთხელ ეს ხაზს უსვავს ქვეყნისადმი სანდობას. არა მხოლოდ იმ უცხოელ ინვესტორებს, რომელმაც ეს არის გადაწყვეტა სამ ქვეყანაში შემოსვლა, არამედ იმ მოქმედი უცხოელი თუ ადგილობრივი ინვესტორების, რომლებიც აფართოვებენ საკუთარ საქმიანობას. ეს ციფრობრივი მაჩვენებელი, ამ ციფრობრივი მაჩვენებლის ჩაშლა ჩვენ გვეუბნება, რომ საქართველოს ყველასთვის და ყველა მიმართულებით არის სანდო. თუმცა, როცა ჩვენ საუბრობთ საინვესტიციო ანალიზთან დაკავშირებით, ცხადია, აქ და ამ შემთხვევაში არ უნდა დაგვავიწყდეს უფრო კონკრეტული დეტალიზაცია თუ რომელ სექტორებში იყო, მაგალითად ამ შემთხვევაში უბრალოდ ცხადია, რომ პირველ კვარტლის მაჩვენებლები იქნება, მაგრამ მაინც რომელ სექტორები იყო ყველაზე უფრო მეტად აქტიური, სადაც ჩვენ სწორედ ეს მაჩვენებელი 271 მილიონზე მეტი მივიღეთ და ავსახეთ. შემდგომი გრაფიკა თუ შეიძლება, სადაც ჩვენ შევხედავთ უკვე უმსხვილეს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს უკვე ეკონომიკის სექტორების და მიხედვით, კიდევ ერთხელ 2026 წლის პირველ კვარტალზე ვსაუბრობთ ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ კუთხით გამოკვეთილი ლიდერი არის საფინანსო სადაზღვეო საქმიანობები. ამ კუთხით აუცილებლად მინდა აღვნიშნო კიდევ ერთხელ საქართველოს საფინანსო სისტემის განსაკუთრებულად მდგრადობაზე და ცალსახად დავიწყებდი კვლავ არსებული ვითარებით, რომელიც ჩვენ გვაქვს ქვეყანაში, პირველ რიგში ჩვენ ნახეთ გასული დღეების განმავლობაში დაფიქსირებული რეზერვების სარეკორდო მაჩვენებელი, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შეძენილი რეზერვების სარეკორდო მაჩვენებელი, რაც განსაკუთრებულად სიმყარის გარანტიას იძლევა ქვეყნისთვის და ამავდროულად ჩვენ ხედავთ ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილურობას ბოლო პერიოდის განმავლობაში, ბოლო თვეების განმავლობაში, შეიძლება ითქვას ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ციფრული მაჩვენებელი და ამ კუთხით რა თქმა უნდა ინვესტიციების შემოდინებას, ანუ ეროვნული ვალუტის კურსზე მოქმედ ფუნდამენტურ ფაქტორებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება და ცხადია საფინანსო სადაზღვეო საქმიანობებზე, როდესაც ვსაუბრობთ, აქ აუცილებელია ცალსახად აღინიშნოს და გამოკვეთილად ითქვას, რომ საქართველოს საფინანსო სექტორს ჰქონდა შთამბეჭდავი აღიარებული
წარმატება ამ შემთხვევაში კერძო სექტორის მიმართულებით FTSE 100-ში მოხვედრილი ქართული კომპანია საქართველოს ბანკი Lion Finance ჯგუფი. რა თქმა უნდა, ეს იყო გამოკვეთილად აღიარება ქართული საფინანსო სექტორის წარმატების. ისე როგორც ძალიან საინტერესო ცვლილებები ვნახეთ ჩვენ საფინანსო სექტორში, იქნებოდა მაგალითად მათ შორის აზიის ბანკის მიერ ლიბერტი ბანკის შეძენა და ასე შემდეგ. ხედავთ ჩვენ ძალიან ჯანსაღ საფინანსო სექტორს და შესაბამისად ხედავთ რა დონეზე არის მიმზიდველი საფინანსო სექტორი ინვესტორებისთვის და არა მხოლოდ ბუნებრივია სხვა მიმართულებების უნდა მოვიხილოთ და სწორედ იმ ნაწილში მივიდივართ, რაზეც დავიწყეთ საუბარი. უძრავ ქონებაში ინვესტირების ნაწილი 18%. რაც ასევე ძალიან მაღალი მაჩვენებელია. მეორე ადგილია საქართველოსთვის საინვესტიციო, საინტერესო უძრავი ქონების მიმართულება და კიდევ ერთხელ აქ განმეორდები იმ ძირითად სამშენებლო მიმართულებებზე, რომელიც უკვე ჩამოვთვალე. რა თქმა უნდა, ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ 18%-ზე, ცალსახად ეს არის ამ შემთხვევაში პირველი კვარტლის მაჩვენებელი და არა მეტი, ვინაიდან ჩვენ დიახ, სწორედ შემდგომ პერიოდში ველით კიდევ უფრო მეტი ინვესტიციის განხორციელებით, ვინაიდან სწორედ დაანონსებული პროექტები მხოლოდ ამ ნაწილზე მეტყველებს. რა თქმა უნდა, ინფორმაცია და კომუნიკაციები IT სექტორის ჯამში, რომელიც ასევე შთამბეჭდავი მაჩვენებლით გამოირჩევა, თითქმის 14%-მდე, რაც ასევე ჩვენ არაერთხელ გადაცემაში გვისაუბრეთ დღესაც მოხილვის ნაწილში აღვნიშნავ სწორედ ამ ნაწილს თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ICT სექტორს და ციფრობრივი მაჩვენებელი თუ რაზე მეტყველებენ ამ კუთხით ტენდენცია მზარდია წარმოუდგენელი იყო ICT სექტორში ამ მოცულობის და IT განსაკუთრებით აქ შთამბეჭდავი და ხაზგასასმელია და უფრო მეტიც როცა ჩვენ ვსაუბრობთ კლიანტში და პროდუქციაზე იქ ხედავთ უკვე რომ IT სექტორს და IT-ს კონკრეტულად თუ რამხელა წული აქვს და რამხელა მიმართულება და რა თქმა უნდა ენერგეტიკა რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავია საქართველოსთვის და ეს იმ ფონზე როდესაც ჯერ კიდევ არ არის მთელი რიგი პროექტების განხორციელება დაწყებული, რომელიც სრულიად სხვა შესაძლებლობას მისცემს საქართველოს ენერგეტიკულ ნაწილს. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული 10 წლიანი სტრატეგია, რა თქმა უნდა, არის პირდაპირ საშუალება იმისა, რომ ენერგეტიკის თითქმის 12%-იანი მაჩვენებელი კიდევ უფრო სოლიდურად გამოიყურებოდეს პირდაპირ უცხოური ინვესტიციების ჭრილში. რა თქმა უნდა, არის მთელი რიგი პროექტები, მათ შორის ეკონომიკის სამართლებრივი განვითარების მინისტრის მხრიდან დაანონსებული მსხვილი ჰესების აშენების ნაწილი, რომელიც რა თქმა უნდა საჭიროებს უდიდეს ინვესტიციებს და მის გავლენა შემდგომ იქნება კიდევ უფრო მეტი და შთამბეჭდავი საქართველოს მთლიანი ეკონომიკისთვის და უახლოეს პერიოდში რა თქმა უნდა ჩვენ ველით სწორედ ამ ინვესტიციების განხორციელებას, მაგრამ კიდევ ერთხელ როდესაც პირველ კვარტალში უკვე ფიქსირდება ეს მაჩვენებელი, ცხადია ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ვაჭრობის სექტორი ასევე, რომელიც კვლავ რჩება მიმზიდველი ნაწილად საქართველოში და აქაც 9%-ს აღემატება ამ შემთხვევაში ინვესტიციების ნაწილი და ცხადია სხვა სექტორებს, თუმცა საინტერესოა რომ ამ წელში ვაჭრობას აი ყველა ამ სექტორმა მნიშვნელოვანი უპირატესობით აჯობა. თუმცა როცა საუბრობთ ჩვენ სექტორების ნაწილზე, არ უნდა დაგვაუწყდეს ასევე ქვეყნების მაჩვენებელი, თუ რომელი ქვეყნებიდან მივიღეთ ჩვენ ყველაზე უფრო მეტი პირდაპირ უცხოური ინვესტიცია და ამ კუთხით შემდგომი გრაფიკა თუ შეიძლება, სადაც ჩვენ შემდგომ გრაფიკაზე ვნახავთ უკვე პირველი კვარტლის ამ მაჩვენებლებს ქვეყნების და მიხედვით და შევხედოთ მთავარ მაჩვენებლებს. გაერთიანებული სამეფო და შემთხვევით არ ვახსენეთ FTSE 100, ლონდონის საფონდო ბირჟის 100 საუკეთესო კომპანიაში მოხვედრილი ქართული კომპანია საქართველოს ბანკი Lion Finance ჯგუფი ეს სრულად არ გვიხსენება შემთხვევით ხედავთ ამ მაჩვენებლებს გაერთიანებული სამეფო და ინვესტიციების ნაწილთან როცა საუბარია ხოლმე საქართველოში ვინ ახორციელებს ინვესტიციებს. ძალიან მარტივად შევხედოთ პირველ სამეფოს. გაერთიანებული სამეფო, შეერთებული შტატები და ნიდერლანდები. რა თქმა უნდა, ეს არის ეს შთამბეჭდავი მაჩვენებელი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, საიდანაც ქვეყანაში ხორციელდება ინვესტიციები. რა თქმა უნდა, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნაწილია და შემდგომი ნაწილი მეოთხე ადგილი, თუ შეიძლება დავაბრუნოთ წინა დიაგრამა, სადაც ჩვენ შევხედავთ უკვე შემდგომი ქვეყნების ნაწილს, ხედავთ აქ აზერბაიჯანს სამკუთხით, ხედავთ მარშალის კუნძულებს, გერმანიას, რუსეთის წილს შევხედავთ მხოლოდ 6.3%-ია, მალტა და საინტერესოა აქ იაპონიის და გერმანიის აქტიურობა ბოლო პერიოდს განმავლობაში. თუ ჯამში ჩვენ შევხედავთ ამ მაჩვენებლებს მთლიანობაში,
ყველაზე უფრო მეტად სოლიდურ წილს ჩვენ ვნახავთ გაერთიანებული სამეფოს შეერთებული შტატები და ჯამში ევროკავშირი. სამეული თუ შეგვიძლია გამოვყოთ, არის ძალიან მარტივად. გაერთიანებული სამეფო, შეერთებული შტატები და ევროკავშირი ჯამურად ქვეყნების აი ამ წელს. აი ეს არის ის რეალობა, თუ საიდან ხორციელდება საქართველოს ინვესტიციები. დიახ, პირველი სამეული არის ეს და ეს არის ის კონკრეტული ციფრები, რომელიც ჩვენ გვაქვს. კიდევ ერთხელ ძალიან სასიამოვნოა იაპონიის ამ ნაწილში გააქტიურება, გერმანული ნაწილი, რაც არ უნდა პოლიტიკურად სხვა რეალობა იყოს, ხედავთ კონკრეტულად საინვესტიციო ნაწილს ამ კუთხით. დიახ, გერმანიისთვის საქართველოს რჩება საინტერესო მიმართულებად და რა თქმა უნდა ჩინეთის მაჩვენებელი, რომელიც ჩვენ გვაქვს და დიაგრამა, რომელიც მანამდე ადრე გამოვიდა და ახლა ნამდვილად გჭირდება შემდგომი დიაგრამა თუ შეიძლება, სადაც ჩვენ ვისაუბრებთ კონკრეტულად კომპანიებზე, ბიზნეს ინსაიდერმა მაშინ როცა ეს ინფორმაცია გამოქვეყნდა, დაუყოვნებლივ საქსტატს თხოვა მოწოდება კომპანიების, სადაც განხორციელდა ინვესტიციები, 10 უცხოელს ინვესტიცია ცალსახად შენიშვნის სახით ასევე აქაც გამოვიტანეთ, რომ საწარმოების არ არის დალაგებული რაიმე რეიტინგის დამიხებით, მაგრამ ეს არის პირველი ათეული ამ კუთხით, სადაც ყველაზე უფრო მეტი ინვესტიცია განხორციელდა და აქ ჩვენ ნახავთ ძალიან ბევრ ცნობილ კომპანიას, თელასი, ბორჯომი. მოკლედ ამ კუთხით ძალიან საინტერესო, მაქტიკომი, რა თქმა უნდა, თბილისი ენერჯი, ტოიოტა კავკასია, რა თქმა უნდა, პაშა დეველოპმენტ ჯორჯია, ცხადია ვიჯო ჯგუფი და ასე შემდეგ სოკარი თავისთავად ცხადია და აზერბაიჯანულ ნაწილში ჩვენ ინვესტიციები ვნახეთ. მოკლედ საკმაოდ საინტერესო კომპანიები, რომელიც აქ გვაქვს ათეული წარმოდგენილი, მართლაც ეს საკმაოდ ისეთი მნიშვნელოვანი და სოლიდური მომენტია, როდესაც ასეთ კომპანიებს ხვდებით ჩვენ ათეულში ამ კუთხით და კიდევ ერთხელ ხედავთ თუ რამდენად მაღალია, ასე ვთქვათ, საქართველოსი დაინტერესება უცხოელი ინვესტორების და აქ ასევე ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ გვქონდა საშუალება ინფორმაციის გამოქვეყნებისთანავე არა მხოლოდ ამ შემთხვევაში საქსტატისგან მოგოთხოვა ინფორმაცია და მართლაც განსაკუთრებული სისწრაფით უზუსტესად მოგვაწოდეს და უსწრაფესად მოგვაწოდეს ინფორმაცია კომპანიების შესახებ, არამედ გვქონდა საშუალება ჩვენს ეთერში საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელთან ერთადაც ინფორმაციის ჯამში ინვესტიციებთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოქვეყნებისთანავე გვესაუბრა ამ საკითხებზე და კიდევ ერთხელ ხედავთ ჩვენ ამ მაჩვენებლებს. ეს რაც შეეხებოდა ინვესტიციების ნაწილს და ამ კუთხით არსებულ ვითარებას, ცხადია ჩვენ უნდა ვისაუბროთ ამ თემების ირგვლივ და ზოგადად ბიზნეს სექტორში არსებულ ვითარებაზე. ყოველთვის ჩვენ ამ ნაწილს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობთ და განსაკუთრებულად მიმოვიხილავთ და დღესაც ვთხოვეთ ჩვენთან სტუმრობა ბატონ ვახტანგ სურღაიას, დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელს და კონსალტინგის მმართველ პარტნიორს. ბატონო ვახტანგ, მადლობას გიხდით კიდევ ერთხელ მობრძანებისათვის ბიზნეს ინსაიდერში და დღეს გვინდა სწორედ ბიზნეს სექტორის ირგვლივ გავამახვილოთ ყურადღება და თქვენი დაკვირვება ამ პერიოდის განმავლობაში გვითხრათ, ვინაიდან ერთგვარ ტრადიციად გვაქვს თქვენთან ერთად გარკვეული საკითხების შეჯამება და ძალიან მოგწონს ეს პროცესი ყოველთვის. ინვესტიციებთან დაკავშირებული მაჩვენებლები ვნახეთ, ისე როგორც სხვა ტიპის აქტივობა ჩვენ ვნახეთ ამ წილში. პირველ რიგში თქვენი დაკვირვებით, თქვენი კომპანიის, იგივე ასოციაციის წილში პირველი 5 თვის განმავლობაში და ამ წილში რა ძირითადი ტენდენციები იკვეთება, რა გამოწვევები გვაქვს, რა შესაძლებლობები გვაქვს ბიზნესის კუთხით. როგორ დაიწყო წელი, როგორ განვლო წლის 5 თვე? მოგესალმები გიორგი, მოგესალმებით თქვენს მაყურებელს. საკმაოდ საინტერესო 5 თვე ქონდა, ესე ვთქვათ, არაერთგვაროვანი დაწყება წლის, შემდგომ მოვლენების განვითარება ახლო აღმოსავლეთში, რომელმაც ფაქტობრივად მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ბევრ სექტორზე, მთელ სოფლიოში და მათ შორის საქართველოში. ეს არის ფასების ზრდა, ნავთობპროდუქტებზე და შესაბამისად ყველა სხვა სექტორზე აქედან გამომდინარე. მიუხედავად ამისა, როგორც ჩვენ ვნახეთ, ზრდის მაჩვენებელი ფაქტობრივად გაიზარდა კიდევაც მოლოდინებთან შედარებით საქართველოში, რაც ესე ვთქვათ, იმ განწყობის გაგრძელება, რაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ ხედავდით კიდევაც საქართველოში. ბიზნესიც პოზიტიურად არის ზოგადად განწყობილი და ესე ვთქვათ, ინვესტირების და რეინვესტირების მაჩვენებელიც ამაზე მიუთითებს. კი ბატონო, მართლაც ინვესტირება რეინვესტირების მაჩვენებელიც ამ ნაწილზე მიუთითებს და
როცა ჩვენ ვსაუბრობთ ბიზნესის პოზიტიურ განწყობაზე, აი თქვენი მთავარი ექსპერტიზა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკანონმდებლო გარემოსთან დაკავშირებით, ვინაიდან ბიზნეს გარემოზე საუბრის დროს ცალსახად საკანონმდებლო გარემო ნომერი 1-ია, შეიძლება პოლიტიკურ სტაბილურობასთან ერთად საკანონმდებლო გარემო ნომერი 1-ია. ამ ჭრილში როგორი იყო ძირითადი საკანონმდებლო სიახლეები, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში რომლებთან ამ პერიოდის განმავლობაში ბიზნეს მოუწია ჭიდილიც, შეგუებაც, ასე ვთქვათ, ინიციატივების გამოჩენაც. კი, საინტერესო პერიოდი იყო ამ კუთხით. გვახსოვს წლის პირველ ნახევარში მარტში შევიდა ძალაში უცხოელთან დაკავშირებული რეგულაციები, რომელმაც ესე ვთქვათ, რამდენი მე მგონი ერთი თვის განმავლობაში მთლიანად ეთერები ამ თემით იყო ესე ვთქვათ გადაჯერებული. თუმცა ბიზნესმა ის როგორც აღნიშნავდით, ესე ვთქვათ, ის საკითხები, რაც ბიზნესს ძირითადად აწუხებდა, შემდგომ გარკვეული ცვლილებებიც განხორციელდა საკანონმდებლო, რამაც მისცა საშუალება ბიზნესს, რომ მეტად უფრო პროცესულ ნაწილზე იყოს ორიენტირებული. შემდგომ მიცვლილებები ეს პაკეტის, რაც ახლა მთავრობამ ფაქტობრივად წინა თვეში დაამტკიცა, ეს არის შესყიდვების კანონმდებლობასთან დაკავშირებული ცვლილებები, რომელმაც მნიშვნელოვანი წახალისებას ჰპოვებს ჯერა ჩვენ ინფრასტრუქტურულ პროექტებში. თლიანად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკმაოდ პოზიტიურად წარიმართა აღნიშნული პერიოდი საკანონმდებლო სიახლეების კუთხით. კი, და სხვა შორის საინტერესო იყო, რომ ძალიან აქტიურად ჩვენ გადასცემებში და მიმოხილვებში ამ თემაზე ვსაუბრობთ, ძალიან აქტიური იყო სახელმწიფო კერძო სექტორის დიალოგი მთელ რიგი ინიციატივებთან დაკავშირებით. ჩვენ აღნიშნეთ ეს მათ შორის წინა გადაცემებში, თან აღნიშნეთ, რომ საჭიროებს კიდევ უფრო მეტ გაზრდას აღნიშნული დიალოგი და დიალოგს არ აქვს ალტერნატივა შესაბამისად და მხოლოდ დიალოგში შეიძლება დაიბადოს ჭეშმარიტება. აბსოლუტურად. და აუცილებლად მინდა გითხოთ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონში შესული ცვლილებები, ბევრი საუბრები გვესმის ამასთან დაკავშირებით. რა არის ძირითადი ნაწილი, რაზე ხდება აქცენტის გაკეთება? მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა შესყიდვების შესახებ კანონმდებლობაში, ჩამოყალიბდა ისეთი ახალი ინსტიტუტების შესყიდვის, როგორც არის ჩარჩო შეთანხმება, ელექტრონული კატალოგი. ეს ორი ახალი შესყიდვის საშუალება მისცემს როგორც ბიზნესს, ასევე სახელმწიფოს უფრო ეფექტურად მართოს შესყიდვის პროცესი. ეს ეხება ძირითადად ერთგვაროვანი შესყიდვების პროცესს და ხანგრძლივ დროში გაწეულ პროცესს, მაგალითად 3 წლიან, 20 წლიან შესყიდვებს. შესაბამისად, ასევე ეკონომიკური აგენტის სხვა ახალი ჩამოყალიბების ტერმინები ჩამოყალიბდა კანონში, რაც ესე ვთქვათ შავსიაში კომპანიის რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც ესე ვთქვათ არა მარტო ამ კომპანიას შეეხება, ასევე მასთან დაკავშირებულ სხვა ეკონომიკურ აგენტებს. ჩვენ გქონია ესეთი პრობლემა, როდესაც კომპანია შავსიაში დარეგისტრირდა, ფაქტობრივად ახალი კომპანიის გახსნა ხდებოდა და ამ ახალი კომპანიით იგივე პირები ახორციელებდნენ საქმიანობას. აღნიშნული აიგრძალება და შესაბამისად ამ ნაწილშიც ეს უფრო გამკაცრდება კანონმდებლობა, რაც ასე ვთქვათ ჯანსაღ კონკურენციას რა თქმა უნდა წაახალისებს ამ სფეროში. კი ბატონო, მართლაც ეს მნიშვნელოვანი ნაწილია ამ კუთხით. აუცილებლად მინდა გითხოთ ახლა ნაწილობრივ ვახსენეთ აი კიდევ უფრო დეტალურად თუ შეგვიძლია სწორედ უცხოელთა დასაქმების კუთხით არსებული ვითარება. მაინც საინტერესოა როგორ ადაპტირდა ბიზნესი. იქ მთელი რიგი საკითხები იყო გათვალისწინებული შემდგომ ბიზნესის საუბრიდან გამომდინარე. აი როგორია ახლა რეალობა 5 თვის ჭრილში ასევე ამ ადაპტაციის პროცესში. უფრო მეტად საქმიან პროცესში გადავიდა ბიზნესი, ესე ვთქვათ, აქტიურად მიმდინარეობს რეკრუტინგი. ამ ცვლილებებმა აიძულა ბიზნესი უფრო მეტად ორიენტირებული იყოს, ესე ვთქვათ, უცხოელთა დასაქმების დროს ფორმალური ნაწილის დაცვაზე, ეს როგორც არის ხელშეკრულების გაფორმება, ეს არის დასაქმება, სხვადასხვა ესე ვთქვათ, საკანონმდებლო ნორმებისთან ადაპტირება. ეს ყველაფერი ბიზნესმა გააკეთა. ვერ გეტყვით, რომ ესე ვთქვათ, ყველამ ერთბაშად აიტაცა, თუმცა დრო აქვთ, ესე წლის ბოლომდე ნელ-ნელა, რომ ყველა ესე ვთქვათ, ფორმაში ჩადგეს. კი ბატონო, აუცილებლად მინდა გითხოთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, როცა ჩვენ ვსაუბრობთ, ხა ამ შემთხვევაში კერძო ინვესტიციებზე ვსაუბრობთ, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყანაში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას და ამ კუთხით ცხადია კერძო კომპანიების მონაწილეობას, ჩართულობას, კონტრაქტორების ჩართულობას და საინტერესო ნაწილი, რომელიც ჩვენ ნახეთ, არის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით ფასთა ინდექსაცია. ამის შესახებ ჩვენ გქონდა საუბარი
მათ შორის ჩვენ სხვა პლატფორმებზე, იმედის პლატფორმაზე, ისე როგორც ეკონომიკური ფორუმის პლატფორმაზე ინფრასტრუქტურის მინისტრთან, რამდენად მნიშვნელოვანია ზოგადად ეს ინიციატივა ამ კუთხით და რამდენად თავსებადი იქნება ამ კუთხით, რამდენად მისაღებია და ხელს შეუწყობს ეს ბიზნესს. ზოგადად ფასთა ინდექსაცია, რა თქმა უნდა, საინტერესო ინსტიტუტი არის და შესაბამისად შეუწყობს ხელს იმ გრძელვადიანი კონტრაქტების სწორად დასრულებას და ისე ვთქვათ ორი მხარის მოყოფილებას, რომელიც ფაქტობრივად დაიწყო შარშან და გრძელდება რამდენი წლის განმავლობაში. ჩვენ ვახსენეთ გადაცემის დასაწყისში ზუსტად ის გარემოება, რაც უკავშირდება ახლო აღმოსავლეთის კრიზისს და შესაბამისად პირველ რიგში ვიზეც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ამ კრიზისმა და ფასების ზრდამ არის სამშენებლო სექტორი. ამიტომ ფასების ინდექსაცია მოგცემს ჩვენს საშუალებას, რომ ეს შოკები, ესე ვთქვათ, რომელიც გამომდინარეობს გარშემო ვითარებიდან, სტაბილურდეს და ბიზნესს მიეცეს საშუალება, რომ უკეთესად მიიყვანოს დაწყებულ პროექტები ბოლომდე. თუმცა აქ ერთი დეტალი არის, რომელიც მინდა აღვნიშნო, ესე ვთქვათ, ფასთა ინდექსაცია განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც გეგმა გრაფიკს მიუყვება სამუშაოები, თუ საგზაო სამუშაოს შევხედავთ, ხშირად გეგმა გრაფიკის დაცვა საკმაოდ რთულია. გაჩერდა კომპანია. გაჩერდა რა ამინდმა არ შეუწყო ხელი შესაბამისად, ამიტომ გეგმა გრაფიკის ჩამორჩენა არის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანი არის არა ზოგადად გეგმა გრაფიკი, ყოველთვიური გეგმა გრაფიკთან თანხმედრა, არამედ მთლიანად კონტრაქტის ვადაში ყოფნა. ამ შემთხვევაში თუ კონტრაქტი მთლიანად ვადაშია და არ არის ვადაგადაცილება, ვფიქრობთ ამ შემთხვევებზეც ესე ვთქვათ, უნდა გავრცელდეს აღნიშნული ფასთა ინდექსაციის წესი. კი ბატონო, აუცილებლად მინდა გკითხოთ კვლავ ტრადიციულად ჩვენი გადაცემის ერთგვარ მთავარ საკითხად იქცა AI, როგორც ყველა მიმართულებაზე ვკითხულობთ, თუმცა ყველა დარგისთვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რაც გულისხმობს საავტორო უფლებების კუთვნილების ნაწილსაც. ამას ძალიან საინტერესო საკითხს შეეხეთ. სოფლიოში დღეს გამბატონებული, ესე ვთქვათ, კონცეფციის მიხედვით AI-ის შექმნილი ნაწარმოებზე საავტორო უფლება არ ვრცელდება, იმიტომ რომ ზოგადად მიჩნეულია, რომ საავტორო უფლება ვრცელდება ადამიანის მიერ შექმნილ ნაწარმოებზე. და AI-ის, ხო? შესაბამისად, თუმცა თუ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანის წვლილი საკმაოდ დიდია, სწორი პრომპტი გააკეთა, შემდგომ შესწორება შეიტანა, შემდგომ ასევე დაახვეწა ის პროდუქტი, რასაც AI აწარმოებდა, ამ შემთხვევაში ალბათ საჭიროა, რომ უკვე ადამიანის ჩართულობა განისაზღვროს და აქედან გამომდინარეობდეს აღნიშნული საკითხის რეგულირება. საქართველოში ზუსტად ანალოგიური რეგულაცია არის, ხოლო ესე ვთქვათ, ადამიანის მიერ შექმნილ პროდუქტთან მიმართებით შევა საავტორო უფლების გავრცელება. რაც ესე ვთქვათ, ბიზნესს გარკვეულ რისკებსაც ბადებს, იმიტომ რომ ხშირად არის, რომ ადამიანები მარტივად AI-ს დახმარებით რაღაც პროდუქტს შექმნიან, თუმცა ესე ვთქვათ, AI-ც საიდან იღებს ამ ყოფს, ხო, არსებული ბაზიდან და შეესაძლოა რაღაც რისკები წარმოიქმნას სხვისი ნაწარმოების უკანონო გამოყენებასთან დაკავშირებით, რაც ესე ვთქვათ, დამატებით წნეხს ბიზნესისთვის აჩენს აუცილებლად, უნდა შეხედოს დამატებითი, ესე ვთქვათ, ამ კუთხე რეგულირება საჭიროა. კიდევ მართლა ძალიან საინტერესო საკითხია და ამ თემაზე საუბარი მართლაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მინდა დაუბრუნდეს შრომის კანონმდებლობის ნაწილს, დამსაქმებელსა და დასაქმებულის ინტერესებს შორის. რა ძირითადი გამოწვევებია დღეს ამ საკანონმდებლო ჭრილში რეალურად პრაქტიკაში რასაც ხვდებით? პრაქტიკაში, რასაც ჩვენ ხვდებით ჩვენი საქმიანობის ფარგლებში, ძირითადი, ესე ვთქვათ, მნიშვნელოვანი დარღვევები არის პროცესუალური დარღვევები, ესა და არ გამოდიანებს რაღაც საკანონმდებლო ხარვეზებიდან. ძალიან ხშირია, როდესაც უბრალოდ საკმარისი დოკუმენტირება, საკმარისი რეგლამენტირება არ ხდება ამა თუ იმ წესების თვითონ შიდა კომპანიაში და ესე ვთქვათ, ამ არასწორი და არასრულყოფილი შიდა რეგულაციიდან გამომდინარე, შემდგომ ხდება უკვე მხარეთა შორის დავის წარმოქმნა. მეტი ბოლო პერიოდში მეტი და მეტი იდება კომპანიების მხრიდან შიდა რეგულაციების დახვეწაში, შესაბამისობაში მოყვანაში და ვფიქრობ, რომ ეს წაადგება ბიზნესს როგორც დასაქმებულს, ასევე დამსაქმებულს. აქვე ძალიან საინტერესოა, რომ თუ არის ასევე პრაქტიკაში ესეთი გავრცელებული შეცდომები, რომელიც
სადაც კომპანია ფშად უშვებენ შრომით ხელშეკრულებების გაფორმების დროს, სადაც საჭიროა მანამდე მეტი დაფიქრება. უფრო იცი როგორი შეცდომები არის ამ შემთხვევაში, აი ზუსტად რაც ვახსენე, ნაკლები რეგულირება ხდება. უფრო მეტი რაღაცა, ესე ვთქვათ, ის წესები ჩამოყალიბებული არის კომპანიაში და არ არის გაწერილი, არ არის შესაბამისობაში, მაგალითად, არ არის თანამშრომლობისთვის საკმარისად გაცნობილი და ასე შემდეგ. ესეთი პროცესუალური შეცდომებია, რომელიც ძირითადად შემდგომ იწვევს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დავას დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის. კი ბატონო, და ბოლოს მინდა ასევე ამ კუთხით კითხოთ, რომ ჯამში შრომითი უფლებების გაძლიერებამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაზარდა უფრო მეტად ბიზნესის კონკურენტუნარიანობა ამ კუთხით. კი, ამ ცალსახად გაზარდა. ანუ დღეის მდგომარეობით ბიზნესის კონკურენტობა არ განისაზღვრება მხოლოდ ფინანსური მაჩვენებლით ან კომპანიის სიდიდით. ეს განისაზღვრება ასევე იმით, რამდენად შეუძლია კომპანიას მოიზიდოს წარმატებული კადრი და შეინარჩუნოს აღნიშნული წარმატებული კადრი და ზუსტად შრომითი უფლებების ნაწილი მნიშვნელოვანი ნაწილია იმისათვის, რომ შეინარჩუნო შესაბამისი კადრი შენს საწარმოში და ასევე კონკურენტუნარიანი იყო ბაზარზე. აღნიშნული ადგება ზოგადად კომპანიის კონკურენტუნარიანობას და რაც ბაზარზე ხშირია, რომ ეს კომპანია კაი დამსაქმებელი არის. შესაბამისად, ეს ესე ვთქვათ, კომპლიმენტი მნიშვნელოვანია დღევანდელი დამსაქმებლისთვის. ბატონო ვახტანგ, ძალიან დიდი მადლობა მინდა. დაგიხადოთ, ძალიან საინტერესო, ბევრი საკითხის, თუმცა ძალიან საინტერესოდ მიმოხილვისთვის, თქვენთან ყოველთვის საუბარი ყოველთვის ძალიან საინტერესოა და ძალიან კვალიფიციური ამ წელში და ჩვენ ამ სეზონის დასრულებამდე კიდევ მოვასწრებთ შეჯამებას უკვე 6 თვიან წელში. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. დღეს კი ბიზნეს ინსაიდერი ამით დასრულებულია ეკონომიკისა და ბიზნესის მთავარი სიახლეებით. მე უკვე ხვალ დაგიბრუნდებით.